მშვიდობისა დღეს ხუთშაბათია და 23 საათზე პირველი არხის ეთერშია პირველი თემა. Globალური ეკონომიკური კრიზისი და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გავლენა საქართველოზე. საფონდო და საბანკო სექტორში დაწყებული კრიზისი მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების მცხოვრებლებზე უკვე საგრძნობლად აისახა. წამყვანი კომპანიები წარმოებას და თანამშრომლებს ამცირებენ. უმუშევრობის დონის აწევამ ევროპაში უკვე მისცა ბიძგი მასშტაბურ აქციებს. მოსახლეობა ბულგარეთსა და ლატვიაში შემცირებებსა და მთავრობის უმოქმედობას ქუჩაში აპროტესტებს. შეერთებულ შტატებში კი უმუშევართა რაოდენობამ უკვე 3 მილიონს მიაღწია. კრიზისთან გამკლავება მთელი მსოფლიოსათვის უპირველეს ამოცანა და ყველაზე მთავარ გამოწვევად იქცა. Როგორ აისახა კრიზისი ქართულ ეკონომიკაზე, საბანკო სექტორსა და სამშენებლო ბიზნესზე. შეფერხებული ბინათმშენებლობები და შემცირებული სამუშაო ადგილები. Როგორ გადაიტანს საქართველოს რთულ პერიოდს. დღეს პირველი თემა წარმოგიდგენთ. საპროტესტო აქციები ევროპის ქალაქებში და მსოფლიოს წამყვანი კომპანიების მილიარდობით დანაკარგები. Რამდენად სერიოზულ ზარალს განიცდით საქართველოს ეკონომიკა და როგორ აისახება გლობალური ფინანსური კრიზისი ქვეყნის მოქალაქეებზე. განახორციელოთ რა არის. თუ სწორი იმპულსია, მიზანმიმართულად მუშაობს და ფილს შრომობს, ყველაფრის ფერდადაპირება შეიძლება რა და ნებისმიერი მიზნის მიღწევა შეიძლება. არავისთვის დასამალი არ არის რომ ძნელი პერიოდია, მაგრამ ასეთ დროს ძლიერდება ადამიანიც და კომპანიაც. ვფიქრობ, რომ ყველაფერი მალე კარგად იქნება. ფინანსური კრიზისი გამოწვეულია მთავრობების შეცდომით, თუ ჩვენ არ გავიმეორებთ ამ შეცდომებს, ჩვენ მას ადვილად ავიცილებთ. დასაქმების პრობლემა ფინანსური კრიზისის ფონზე. სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მიერ აღებული ვალდებულებები. საბანკო და სამშენებლო ბიზნესში არსებული მდგომარეობა. რამდენიმე წუთში პირველი თემის შეკითხვებს ბიზნესმენები და ექსპერტები უპასუხებენ. Așa პირველი თემა პირდაპირ ეთერში ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმრები არიან TBC ბანკის პრეზიდენტი ვახტანგ ბუცხრიკიძე და საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკა ენუქიძე. საღამომშვიდობის ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. რადგან თქვენ ბრძანდებით ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმრები, სწორედ ამიტომ უნდა დავიწყოთ საუბარი იმით, როგორ შეეხო საქართველოს საბანკო სფეროს არსებული კრიზისი, კერძოდ TBC ბანკზე რა გავლენა მოახდინა ამ პროცესებმა, ბატონო ვახტანგ. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ეკონომიკური საბანკო სექტორი არის მიბმული ეკონომიკაზე, ანუ ის პროცესები, რაც ხდება ეკონომიკაში, ბუნებრივად აისახება საბანკო სექტორზე. უბრალოდ შევიტანდი მე კორექტირებას, ხშირად არასწორად აღნიშნავენ, საქართველოში დღეს არის, ასე ვთქვათ, ეკონომიკური კრიზისი, რაც გამოწვეულია ძირითადად სოფლიო ფინანსური კრიზისის გამო. რეალურად ის საბანკო სექტორში, რაც არსებობდა ის კრიზისი, ფაქტიურად შეიძლება ითქვას აგვისტო-სექტემბერში თავიდან ბოლომდე დაძლეულია. და რა თქმა უნდა, ეკონომიკური აქტივობის შემცირება შესაბამისად საბანკო სექტორის აქტივობაზე ახდენს ზეგავლენას. საქართველოს ბანკს რაც შეეხება ბატონიკა. რაც ბატონო ვახტანგმა თქვა აბსოლუტურად ვეთანხმები. მთელ მსოფლიოში უპირველეს ყოვლის რა გავლენა მოახდინა რთულმა ფინანსურმა მდგომარეობამ ბანკებზე, ეს არის ის, რომ საკრედიტო პოლიტიკის გამკაცება მოხდა. ყველამ გადახედა თავის საკრედიტო პოლიტიკას. ორი თვალსაზრისით პირველ რიგში ესე კრედიტული უნარიანობის შეფასების კრიტერიუმები გამკაცდა და თვით პროდუქტების, საბანკო პროდუქტების ფასი გაიზარდა. შესაბამისად იგივე ტენდენცია საქართველოში ჩვენს და ჩვენი კოლეგები სხვა ბანკებში ზუსტად ისევე უდგებიან საკითხებს. მოდით იქნებ დავკონკრეტეთ, როგორ შეიცვალა ეს მომსახურება, რაზეც თქვენ ბრძანებთ, როგორ ამდენად გართულდა ფიზიკური პირებისთვის. სწორედ ეს კრედიტების აღების პროცესის გართულება განსაკუთრებით მტკივნეულია დღეს მოსახლეობისთვის, რადგანაც ძალიან ბევრი ადამიანი არის დღეს ბანკების კლიენტი სწორედ ამ კუთხით. შეფასების კრიტერიუმი შეიცვალა, ესე იგი, ადრე თუ უყურებდით რომ ადამიანს ამ ხელფასი უნდა ქონდეს, რომ თქვა, სამჯერ მეტი კრედიტი აიღოს და სხვა რაღაც პირობებს საკმაოდ ყოფილებდეს, ეს პირობები გამკაცდა. შესაბამისად, თუ ადამიანს ადრე შეეძლო მოცემულ პირობებში ამ ხელა კრედიტის აღება, თქვა $100 ოდენობით, $500 ოდენობით, დღეს იგივე მოქალაქეს, იგივე მომხმარებელს იმ კრედიტის აღება უფრო მცირე კრედიტის აღება შეუძლია. რასაკვირველია, ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ყველა მომხმარებლის სიტუაცია და მაქსიმალურად მოვემსახუროთ, მაგრამ ობიექტური რეალობა არის დღევანდელი შეცვლილი ეკონომიკური რეალობა და ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ. Ეხება TBC ბანკს ამ შემთხვევაში როგორ შეიცვალა ეს მომსახურება, რამდენად გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები მომხმარებლებისთვის? მე სრულებით დავეთანხმები ბატონიკას, ანუ სამ რაღაცაზე იქონია ზეგავლენა სასწავლებლებისაც. ეს არის პირველ რიგში, რომ გავკაცრებული იქნა პირობები
მეორე მხრივ საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა საშუალოდ მაგალითად თუ ფიზიკურ პირებზე საშუალოდ TBC ბანკს საპროცენტო განაკვეთი ჰქონდა დაახლოებით 18%, ეს პროცენტი გაზრდილია დაახლოებით 22-23%-ამდე და მესამე გირავნობის თემა. გამომდინარე იქიდან რომ ბოლოს 6 თვე მიმდინარეობს უძრავ ქონებაზე ფასების კორექტირება, აქედან გამომდინარე TBC ბანკმა და ასე მე როგორც ვიცი ყველა ქართულმა ბანკმა გადახედეს თავისი უზრუნველყოფის აქტებს, ანუ დღეს უფრო მკაცრად მოითხოვება უზრუნველყოფა, ვიდრე ხდებოდა მაგალითად 2009 წლის დასაწყისში. საპროცენტო განაკვეთების ზრდა ჯერ კიდევ დაიწყო ფინანსური კრიზისის დაწყებამდე, გაზაფხულიდან მოიმატა სამომხმარებლო სესხებზე განაკვეთმა. მაშინ რით იყო გამოწვეული ეს პროცესები და როდესაც ვსაუბრობთ დღევანდელ ვითარებაზე, რა ფაქტორმა მოახდინა ამაზე უფრო მეტი გავლენა აგვისტოს ომმა თუ მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა? მე პირადად ვფიქრობ, რომ ძირითადად ეს მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა უფრო მეტი ზეგავლენა მოახდინა, თქვენ მართალი ბრძოლებით გაზაფხულზე დაიწყო ეს პროცესები გამომდინარე იქიდან, რომ გართულ და უცხოეთთან რესურსების მოზიდვა და გაძვირდა პირველ რიგში, ამან გამოიწვია გაზაფხულზე 2008 წელს დაიწყო პროცენტების ზრდა. რა თქმა უნდა, აგვისტოს მოვლენებას ზეგავლენა იქონია, მაგრამ ეს იყო მოკლევადიანი ზეგავლენა, თქვათ, როდესაც რამდენიმე დღის განმავლობაში, მაგრამ გრძელვადიანად რეალურად ის პროცესები, რაც განვითარდა, მოსალოდნელი იყო. მიუხედავად იმისა, ალბათ განვითარდებოდა თუ არა აგვისტოს მოვლენები, ყველა შემთხვევაში ალბათ მოხდებოდა პროცენტების გაზრდა. რა ზარალი განიცადეს ამ ხნის განმავლობაში ბანკებმა ბატონიკო? ერთით ამას მოგახსენებთ, რომ ერთი ას დამატება მინდა. რეალურად თუ გახსოვთ, ფინანსური კრიზისი მსოფლიოში არ დაწყებულა გაზაფხულზე, დაიწყო 2007 წლის ზაფხულში. აი მაშინ იყო სწორედ ის ამერიკის subprime კრიზისი. და მაშინ ქართულ მომხმარებელმა ჯერ ვერ იგრძნო ამის ზეგავლენა პირობებზე, მაგრამ ჩვენ როგორც ბანკებმა უკვე ვიცოდით და ვგრძნობდით, რომ რთულდება რესურსების მოზიდვა. რამაც თქვათ კულმინაცია ნახა 2008 წლის სექტემბერ-ოქტომბერში და ყველამ ვიცით ეხლა რა მდგომარეობა არის. რაც შეეხება ჩვენ რა მდგომარეობაში ვარ და 2008 წლის განმავლობაში რა ზარალი ვნახეთ. მოგეხსენებათ, რომ ომის დროს რამდენჯერმე ვთქვი ეგ გამოსვლისას, რომ ომის დროს რამოდენიმე ფილიალი ფიზიკურად დაზიანდა, კერძოდ გორის ფილიალი და სენაკის ფილიალი, რამოდენიმე ბანკომატი მოკპარეს ან დააზიანეს, მაგრამ ეს რეალურად მცირე ზარალი იყო და აღვადგინეთ და ჩვენი ქსელი სულად ფუნქციონირებს უკვე რამდენიმე. საერთოდ ინფორმაცია, რომ 100 მილიონს გადააჭარბა ამ ზარალმა საქართველოს ბანკის შემთხვევაში. იცით რა არის, აუღრევთ ორ რაღაცას. ერთი არის ზარალი, მეორე არის რეზერვები. რეზერვები არის ის, რასაც ჩვენ მოგთხოვს ეროვნული ბანკი, ჩვენ ვალდებული ვართ შევასრულოთ და რეზერვის ზარალი არ არის. რეზერვი არის უბრალოდ გვერდზე გადადებული თანხა იმისთვის, რომ თუ რაღაცა მოხდა, ეს თანხა გამოიყენო ამის დასაფარავად. ასე რომ ზარალად რაღაცნაირად არ იქმება. ის ადამიანები, რომლებიც მიმართავდნენ ხოლმე ბანკებს კრედიტებისთვის, ისინი აცხადებენ, რომ ამ პირობების გამო ფაქტობრივად შეუძლებელია გრძელვადიანი კრედიტის აღება, რადგან გართულ და საგარანტიო პირობები შეჩერდა განვადებებით და ამ პირობების გართულების ფონზე ბანკებში დაიწყო შემცირებებიც. და ძალიან ბევრი ადამიანი სახელდება დაახლოებით 2000-მდე TBC ბანკში, საქართველოს ბანკში დარჩა უმუშევარი. რა სიტყვით ამაზე ბატონ ვახტანგ? ჯამურად ალბათ საბანკო სექტორში გულისხმობთ 2000 ადამიანს, იმიტომ მე რა ჩვენ ბანკში ის დაახლოებით 300 ადამიანი იყო, დაახლოებით ამ ფარგლებში იყო საქართველოს ბანკში, ალბათ ჯამურად სისტემაში 2000 ადამიანის ფარგლებში იქნება ყველა ქართულ ბანკში. მაგრამ მე ვფიქრობ, ეს ხო აუცილებლად გადასადგური ნაბიჯები და ის კრიზისული სიტუაციები იწვევს ყოველთვის იმას, რომ შესაბამისად კომპანიები უფრო ძლიერდებიან და აუცილებლად სწორ გადაწყვეტილებებს იღებენ. ანუ ეს იყო სოფლიოში მიღებული, ესე ვთქვათ, ქართულ ბანკებს არ მოუგონია და შესაბამისად აუცილებლად უნდა გადადგმულიყო ეს ნაბიჯები. მაგრამ დარწმუნებული ვარ ამაში, იმაში რომ ვთქვათ 2009 წლის მეორე ნახევრიდან უკვე საკმაოდ ზრდა დაიწყება და ალბათ ეს თანამშრომლები, რომლებიც ვთქვათ 2008 წლის მეორე ნახევარში განთავისუფლდნენ, იპოვიან სამუშაო ადგილებს. ბრძანდებით ბანკის პრეზიდენტი, ალბათ თქვენ გაგძვირთ ინფორმაცია უმუშევრად დარჩენილებზე, თუმცა ის ადამიანები, რომლებიც დარჩნენ სამსახურების გარეშე, ბანკებიდან გათავისუფლების გულისხმობ ბევრად უფრო მაღალ მაჩვენებელს ასახელებენ. ბატონიკა, კონკრეტულად საქართველოს ბანკიდან გათავისუფლებულები, მას შემდეგ რაც ერთი დეპარტამენტი შეუერთდა თუ არ ვცდები სამომხმარებლო სესხების დეპარტამენტი, იპოთეკური სესხების დეპარტამენტს და გაუქმდა გაყიდვების დეპარტამენტი. დიახ, ჩვენთან ესე იგი ჩვენ გამოვაცხადეთ დეკემბრის ბოლოს, რომ რეორგანიზაციის შედეგად მოგვიწია 830 თანამშრომლის დათხოვნა. ეს
რიცხვი ჩვენ ოფიციალურად თქვით და ეს გამოწვეული იყო სწორედ იმით, რაც თქვით, რეორგანიზაცია მოხდა ჩვენი საცალო გაყიდვების დეპარტამენტების. გამოწვეული ეს ძალიან მარტივი რაღაცით, როგორც გითხარით, გართულდა, ესე გამკაცებდა საკრედიტო პოლიტიკა, რის შედეგადაც უბრალოდ გაცემული სესხების რაოდენობა შემცირდა, ისე როგორც ყველა კომპანიას, რომელსაც შეუმცირდა გაყიდვები, ანუ ცალი გაყიდული პროდუქტი შემცირდა, გამყიდვლების რაოდენობის შემცირებაც მოგვიწია, რაზეც ძალიან მწუხვარ და არაერთხელ თქვით, რომ იმ ჩვენ თანამშრომლებს, რომელიც ამ რეორგანიზაციის შედეგად დავითხოვეთ, პრიორიტეტულად მივცემთ მათ ყველა ახალ პოზიციაზე. კიდევ ერთი რაღაცა მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ ვცდილობთ თვალი გავაყოლოთ იმ თანამშრომლების ბედს, რომელიც ამ რეორგანიზაციის შედეგად დავითხოვეთ და ძალიან მიხარია, რომ ვიცით, რამოდენიმე 4-5 ადამიანი, რომელმაც სამსახური უკვე იპოვა და ახალ ადგილზე დაიწყო მუშაობა. რაც ამტკიცებს მათ მაღალ კვალიფიკაციას და ძალიან მიხარია. და კიდევ ერთი საკითხი ბატონო, ორივე თქვენგანს მსურს ვკითხოთ, ის ფაქტი, რომ ბანკებიდან ამ კრიზისის და რთული პერიოდის დაწყებამდე ქონდა კრედიტი აღებული უამრავ ადამიანს. რამდენად ზრდის რისკებს თავად ბანკებისთვის, ანუ გაიზარდა თუ არა ისეთი კლიენტების რაოდენობა, რომლებმაც ბანკების წინაშე აღებული ვალდებულების შესრულება ვერ მოახერხეს? ობიექტურად ეს გაზრდილია, პროცენტულად გაზრდილია და თავის ამას ობიექტური მიზეზები აქვს, ალბათ პირველ რიგში ის, რომ ნაწილი ადამიანების დარჩა სამუშაოს გარეშე და მათთვის გართულდა თქვა ამ სესხების მომსახურება. ეს არის ძირითადი მიზეზი. და როგორია ეს პროცენტული მაჩვენებელი, რამდენად სერიოზული ზიანი შეიძლება ჩაითვალოს ბანკისთვის? ჯერჯერობით ეს პროცენტული მაჩვენებლები მაღალი არ არის, განსაკუთრებით საცალო მომსახურების პირობებში და რაც თავარია მე მგონი ხაზი უნდა გაუსვათ იმას, რომ ჩვენს და ჩვენი კოლეგებით სხვა ბანკებში ძალიან ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ამ მომხმარებლების მომხმარებლების კონკრეტული პირობა და შესაბამისად მოვახდინოთ ამ კრედიტის რესტრუქტურიზაცია და ამ შემდეგ. და კიდევ ერთი საკითხი, აგვისტოს მოვლენების დროს განსაკუთრებით მომხმარებლების ნაწილმა დაიწყო თანხის გატანა ბანკებიდან. დღეს რა მდგომარეობა ამ კუთხით, ანუ რამდენად სანდოა დღეს ბანკებთან ურთიერთობა და რა გარანტიებს აძლევთ თქვენ კლიენტებს, ბატონო ვახტანგ? ტიბის ბანკის მაგალითი შემიძლია გითხრათ, რომ დეკემბრის ბოლოს დეპოზიტებს თუ გულისხმობთ ამ შემთხვევაში, დეკემბრის ბოლოს ქონდა იმაზე მეტი, ვიდრე ქონდა ივლისის ბოლოს, ანუ და რეალურად 2008 წელს გამოგვივიდა, რომ დაახლოებით 40-50 მილიონი ლარით გავზარდეთ ფიზიკური პირებიდან დეპოზიტები. ანუ რა თქმა უნდა, აგვისტოს მომენტალურად იქონია ზეგორა, მახსოვს 7-8 აგვისტო ამ შემთხვევაში ყველა ბანკები ერთად ყოველდღურად ვიკრიბებოდით და აი ეს დინამიურად ხდებოდა, თქვათ, რა ხდებოდა, თქვათ, აი იმ ტერიტორიაზე, ცხინვალში, ქორში ბუნებრივად აისახებოდა ყველა ჩვენი ქართული ბანკების ფილიალებზე, მაგრამ მე გეტყვით, რომ თქვათ, ერთ კვირაში ეს ყველაფერი დარეგულირებული იყო და იგივე ჩვენ მეზობელ ქვეყნებს თუ შევადარებთ, იგივე რა ხდება, რა მოხდა რუსეთის საბანკო სექტორში, თუნდაც უკრაინის, თუნდაც ყაზახეთის ან სხვა ქვეყნები, შემიძლია გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ იქ არ მოხდა ესეთი მოვლენები, გაცილებით უფრო რთული ეტაპები გაეროს, ვიდრე ქართული საბანკო სექტორი. ანუ როგორ შეიძლება დღეს ზოგადად შევაფასოთ ქართული საბანკო სექტორის მდგომარეობა, ეს არის რთული თუ კრიზისული? ეს და არც რთული არ არის ძლიერი ფინანსურად და სტაბილური. დღეს საბანკო სექტორი როგორც ასეთი, მე მგონი ქართული ეკონომიკის ყველაზე ნაკლებ პრობლემას წარმოადგენს. თუნდაც ერთ მაგალითს მოგიყვანთ, ჩვენ აი დეკემბერში მოვაწერეთ ხელი $240 მილიონი დაფინანსებაზე პაკეტს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან, ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკთან და ამერიკის ოპიკთან. ეს 10 წლიანი პარტნიორობის ხელშეკრულებაა და ეს საკმაოდ სერიოზული ხალხია. კიდევ ერთი დასტური იმისი, რომ სტაბილური და ძლიერი მდგომარეობა გვაქვს. TBC ბანკსაც ვიცი ზუსტად იგივე განალოგიურ მოლაპარაკებას აწარმოებს და მე მგონი კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ჩვენი სტაბილურობა და სიძლიერე პრობლემა არ არის. ეს ხომ არ არის ასეთი ტიპის განცხადებები, ერთგვარად მდგომარეობის შერბილების მცდელობა, ბატონო ვახტანგ? კიდევ ერთხელ აი მე ბატონიკას დავეთანხმები ამ შემთხვევაში. შეიძლება ითქვას თუ გულისხმობთ ლიკვიდირებას და ესეთ მომენტებს დღეს ქართულ ბანკებს ჯამურად რა ვიყოთ გაცილებით უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვთ, იმიტომ რომ მოლოდინია რომ ეკონომიკაში და არ იქნება პირველი 9 თვის განმავლობაში და რეალურად გამკაცრებულია როგორც თქვენ აღნიშნეთ სესხების გაცემა, ანუ ადრე თქვათ მაგალითად თუ ვიღაცას ბანკები აძლევდნენ მილიონს, დღეს მხოლოდ დაახლოებით 900,000 ალბათ გამკაცრებული პირობებიდან გამომდინარე, ანუ დღეს გაცილებით მეტი ფული არის საბანკო სექტორში, უბრალოდ გართულებულია სესხის გაცემის პროცედურები, რაც ალბათ მე ვფიქრობ აი ივლისი-აგვისტოს თვიდან უკვე 2009 წელს გამარტივდება. უკვე მეორე დახსენეთ 2008 წლის მეორე ნახევრიდან რომ არის მოსალოდნელი მდგომარეობის მეტნაკლებად გაუმჯობესება, მე დავსვამ ბოლო კითხვას, 2009 წლის მეორე ნახევრამდე ეს მომდევნო რამდენიმე თვე, რამდენად რთული პერიოდი იქნება? ბანკირები, ბუნები თუ არც პესიმისტები.
ანუ მე პირადად ჩემ თავზე ვიტყვი, როდესაც ოქტომბერში ჩვენ გვეგმავდით რა მოხდებოდა ნოემბერ-დეკემბერში, თუნდაც იანვარში, რეალობა მაჩვენა, რომ ჩვენ ახლა რაც კლიენტებს უყურებთ, თქვათ, რომ მათი გაყიდვების მოცულობებიდან გაცილებით უფრო მეტი გაყიდვები ქონდათ მათ, ვიდრე თქვათ, ჩვენ ვაკეთებდით პროგნოზებს. ანუ რეალურად რო თქვათ, ჩვენი მიდგომა უფრო პესიმისტურია და მე ვფიქრობ, დაახლოებით 6 თვეში მოხდება ეს ეკონომიკის კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლა. ანუ ამ 6 თვეზეა თქვენი პესიმიზმი გათვლილი? რეალურად რო თქვათ, ოქტომბრის გადასახედიდან მე უფრო უყურებდი 9 თვეს. მაგრამ გამომდინარე იქიდან დღეს რა შედეგებს უყურებ, თქვათ, რა მოხდა დეკემბერში და რა საჩვენებს 15 დღე იავრის. გაცილებით უფრო მეტი კარგის მაჩვენებელია კომპანიების მუშაობა, ვიდრე თქვათ ჩვენ ამას ვაკეთებთ. მე დავეთანხმები ბახტონს და კიდევ ერთი რაღაცა მინდა აღვნიშნო, რომ სასიამოვნოა, რომ ქმედითი ნაბიჯები იდგმება ქვეყანაში ის ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი, რომელიც გამოცხადდა რამდენიმე დღის წინ. მე მგონი სწორედ ის ნაბიჯია, რომელიც უნდა გადაიდგეს. ეს არის ფული, რომელსაც მთავრობა სახელმწიფო ხარჯავს სწორედ ეკონომიკის ახალისებაზე. კი ხდება ფულის ინიექცია ქვეყანაში, რაც სწორედ ისაა, რაც გჭირდება და ეგ იძლევა ობიექტს. ნაწილს აქვს განსხვავებული მოსაზრება, მაგრამ დავალოდოთ ჩვენი გადაცემის დასკვნით ნაწილს ექსპერტები იქნებიან ჩვენი გადაცემის სტუმრები. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს, ჩვენი სტუმრები გახდნენ TBC ბანკის პრეზიდენტი ვახტანგ ბუცხრიკიძე და საქართველოს ბანკის სამმართველყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკა ენუქიძე. ჩვენ კი რამდენიმე წუთში დაბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ჩვენი გადაცემის სტუმრები სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლები იქნებიან. დავალოდეთ. პირველი თემა კვლავ პირდაპირ ეთერში ამჯერად ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან კომპანია არსის აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე და ცენტრპოინტ სერვისის გენერალური დირექტორი თიკა რუხაძე. საღამოშვიდობის. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. სამშენებლო ბიზნესი იყო ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებული სფერო საქართველოში. როგორ აისახა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი კონკრეტულად თქვენს კომპანიაზე? პირველ რიგში გილოცავთ ახალ წელს, ულოცავთ თქვენ მაყურებელს განახლებულ ეთერს. რასაკვირველია, მსოფლიო კრიზისი აისახა სამშენებლო ბიზნესზე, სამშენებლო და საბანკო სექტორი არის ქვეყანაში განვითარების ყველაზე დიდი ესეთი მძლავრი ორი საყრდენი. მე ვფიქრობ, რომ მარტო ის, რომ სამშენებლო ბუმი იყო ბოლო დროს, მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანა განვითარების ახალ სტადიაზე იდგა, სწორ გზაზე იდგა და თქვენი გადაცემის ანონსში თორნიკემ ძალიან კარგი შედარება გააკეთა, რომ თუ მუხტი სწორია და თუ სწორ გზაზე დგეხა, როგორი კრიზისიც არ უნდა იყოს და მსოფლიოს ახსოვს, მსოფლიო ეკონომიკას ახსოვს არაერთი კრიზისი, მე ვფიქრობ, არავინ არ იწყენს თუ უბრალოდ როგორც ერთ-ერთი ადამიანი მეც ვიტყვი, რომ ნებისმიერ დაღმასვლას აუცილებლად მოყვება უკეთესი პერიოდები და დღეს იყო სწორედ ჩვენთან კომპანიაში საუბარი იმ თემაზე, რომ დიდი დეპრესიების დროს დიდმა ქვეყნებმა, ჩვენზე ბევრად დიდმა ქვეყნებმა შენებით გადაირჩინეს თავი. მშენებლობაში იმდენი ადამიანი, იმდენი 1000 ადამიანია ამ ბოლო წლებში დაკავებული და იმდენი სამუშაო ადგილია შექმნილი, ჩვენ უბრალოდ არ აგვაქვს უფლება, რომ არასწორი ნაბიჯები გადავდგათ და მე ვფიქრობ, რომ მაგრამ რამდენად მტკივნეული და რთული პროცესი იქნება ეს დაღმასვლა, როგორც თქვენ აღნიშნეთ. დაღმასვლა ეხლა ვიგრძენით, თუმცა კარგახანია, იმედია თორნიკე დამეთანხმება დაწყებულია. ჩვენ ქვეყანაში დაღმასვლა დაიწყო გასულ წელს, დაახლოებით ამ დროს უკვე ვიცოდით, რომ გარკვეული ეკონომიკური კრიზისის ნიშნები იყო და არსებობდა. თქვენ წინა სტუმრებთან ერთადაც ეს ხომ არ გამოიწვია ჩვენს ქვეყანაში შარშან არსებულმა შიდა პოლიტიკურმა პროცესებმა? ალბათ გარკვეულწილად გამოიწვია, მაგრამ მე არ გამოვდგები არც პოლიტიკურ ექსპერტად. ამ შემთხვევაში ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ აი ჩვენ კომპანიებში, ჩვენ მართლა დიდი ხანია უკვე ერთად ვხედავთ მენეჯერთა ასოციაციაში და განვიხილავთ ყველა იმ თემას, არ არსებობს თემა, რომელიც ერთ კომპანიას ეხება. ეს ეხება სფეროს. ჩვენ ამ შემთხვევაში ისე როგორც აი ნამდვილად კარგი პროფესიონალები ერთმანეთს მხარში უდგევართ და ერთობლივი ძალებით არ დავუშვებთ იმას და მე მჯერა ამისი უკვე არსებობს ამისი კონკრეტული შიდა კომპანიებში არსებობს კრიზის მენეჯმენტის გეგმები და არსებობს მთელი დარგისთვის ეს გეგმა. და მე ვფიქრობ, რომ მარტო მე რო არ გამომივიდეს ამ თემაზე ბატონ თორნიკესაც, იმიტომ რომ არ არსებობს, რომ იმდენად დიდია მოთხოვნა. ეს არ არის, რომ გადავრჩებით და უბრალოდ ისეთი ჰაერიდან მოტანილი სიტყვები. ჩვენ უნდა გადავრჩეთ, იმიტომ რომ ქვეყანაა საშენებელი და ჩვენ ამ ქვეყნიდან არსად არ წავსულვართ და არსად არ ვაპირებთ წასვლას. დიდი მადლობა. ბატონ თორნიკე, რაც შეეხება კომპანია არსის სამშენებლო პროექტებს, რამდენად იქონია ამან გავლენა, გამოიწვია თუ არა გარკვეული შეფერხებები?
ზოგადად რა თქმა უნდა, ასეთი მოვლენები ყველაზე გავლენას ახდენს, მსოფლიოში რა ხდება დღეს და მე მიმაჩნია, დღეს საქართველოში ბევრად უფრო კარგად არის მდგომარეობა თუ შევატარებთ, ეხლა ლატვიაში რაც ხდებოდა ზოგადად მსოფლიოში, ეს არის ერთი. რაც შეეხება ჩვენ დარგს, რა თქმა უნდა, ზოგადად დარგზე ამან იქონია. ეხლა ეს მართალია, მართლა დაიწყო დაახლოებით იანვრიდან, წინა წლის იანვრიდან უკვე იყო გარკვეული იმპულსები იმისი, რომ ეს კრიზისი იქორდებოდა და აი რაღაცა უკვე 2008 წლის ბოლოს მიაღწია მან პიკს, ესე რომ ვთქვათ. თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია სწორი მუშაობა. ანუ მიზანმიმართული, ბევრი შრომა ძალიან და ეხა პირდაპირ ადეკვატური, პროპორციულია, ბევრი შრომა იმ შედეგებისა, რომელიც შეიძლება მიაღწიოს არა ჩვენმა კომპანიამ, არამედ ნებისმიერმა. ჩვენ კომპანიას საკმაოდ დიდი ტრადიცია აქვს ნებისმიერი კრიზისის დაძლევის, იმიტომ რომ 99 წლიდან არსებობს, ანუ 90-იანი წლები გამოვლილი გვაქვს. ბევრად უფრო მძიმე სიტუაცია იყო ის, ვიდრე უშოდ ეხლა არის, ხო? მოდით დავკონკრეტდეთ კონკრეტულად რომელიმე პროექტების შეფერხება თუ გამოიწვია. ჩვენ არ დავიწყეთ ახალი პროექტები, რომელსაც გეკმავდით. ყოველ შემთხვევაში ეს გაწყვეტილება მივიღეთ დაახლოებით ნოემბერში, ხოლო ეხლა შევცვალეთ ეს გაწყვეტილებები და გეტყვით, რომ ანუ ეხლა არ მინდა ჯერ დავასახელო ობიექტი და ჯგუფი, მაგრამ ჩვენ უკვე მემორანდუმს მოვაწერეთ, ხოლო მართალია მცირე თანხაზე, ძალიან მცირე თანხაზე, მაგრამ ერთ-ერთ ობიექტს დავიწყებთ თებერვლის პირველ დეკადაში, ეს არის ახალი ობიექტი და ჩვენ შემოვიტანთ მართალია მცირედ, არც თუ ისე დიდ თანხას, მაგრამ ინვესტიციას. ანუ კომპანიები არიან მზად, რომ უკვე მიმდინარე პროექტებს რაც შეეხება კლიენტების წინაშე აღებული ვალდებულება შეესრულონ პირნათლად. პირველ რიგში ჩვენი კლიენტების წინაშე აღებული ვალდებულებები გვაქვს შესასრულებელი და ჩვენ ის კი არა რომ შევაჩერეთ. ჩვენ 26 დეკემბერს ჩავაბარეთ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ეს არის მზიური ველი ბაკურიანში, დაჩქარებული ტემპით. ეხლა აი ზუსტად ამ დღეებში ქალბატონი მაია ერთადერთი პროექტი გვაქვს 30 მშენებარე პროექტიდან, რომელზედაც არსებობს საკრედიტო ვალდებულება, ეს არის ბათუმის თეთრი მაგნოლია. ქალბატონი მაია როგორც პირადად თვითონ როგორც აი კრიზის მენეჯერი გნებავთ ჩადის ზუსტად ამ დღეებში ბათუმში და საბოლოო ეტაპში შედის ბათუმი, იმიტომ რომ წელს გვაქვს 8 დიდი ობიექტი ჩვენ ჩასაბარებელი და ყველაფერი თქვენ აპირებთ წელსვე დაგეგმილ ვადებში ეს ჩავაბარებთ. მეცაც გეტყვით, რომ ბათუმი არის უბრალოდ ერთ-ერთი ყველაზე დიდი 120,000 კვადრატული მეტრია მშენებარე, რასაც ელოდება ძალიან ბევრი ჩვენი მომხმარებელი და მაისის ბოლოს ეს ობიექტი ჩაბარდება. ანუ ტემპები არ შენელებულა თქვენამდე. ტემპები, ახლა მოდით სიმართლე ვთქვათ, ტემპები რასაკვირველია შენელდა. მიზეზები ამისი არსებობდა და არსებობდა შიშიც და ელემენტარულად ადამიანებთან გვაქვს საქმე, ჩვენი ობიექტები არ მხოლოდ შენელდა, გორში დაიბომბა და საერთოდ ქურთაში სასტუმრო დავკარგეთ, 1,5 მილიონი ინვესტიცია იყო ჩადებული და გამზადებული იყო 28 აგვისტოს გასახსნელად. მაგრამ თავარია სურვილი იმისი, მართლად, რომ გიყვარდეს შრომა და ჩვენ არა გვაქვს უფლება, არა გვაქვს იმისი ფუფუნება, რომ ჩვენ კლიენტებს გაუცრუოთ იმედი. მართლა ბევრი გვაქვს გადატანილი და ამას არავის არ დაუტოვებთ იმათ, რომ შუაგზაზე მივატოვოთ რაღაცა. მე მინდა დავსვა იგივე შეკითხვა, რაც ჩემი გადაცემის პირველ ნაწილში დავსვი. ხომ არ არის ეს მართლაც მდგომარეობის შერბილების მცდელობა, იმიტომ რომ ფაქტობრივად ძალიან ბევრი შემშენებლობა თუნდაც თბილისში ავიღოთ არის გაჩერებული. იცით როგორ რაღაცაა, რომ ანუ ჩვენ აქ არ უნდა ვთქვათ, რომ ანუ ჩვენ არ ვხატავთ ეხლა ამ შემთხვევაში, რომ აი ყველაფერი ძალიან კარგად არის და აი უფრო კარგად არის და ასე შემდეგ არა საუბარი ამაზე არ არის. ეს არის რა თქმა უნდა ამ ფინანსურმა კრიზისმა, მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა დაამძიმა ეს მიმართულება. ჩვენ უბრალოდ ეხლა ამ შემთხვევაში საუბრობთ იმაზე, თუ რა ნაბიჯებს ვთქვათ და როგორ დგავთ. ხა ჩვენ კომპანიაში არის დაახლოებით ზუსტად 18 თვიანი ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც არის შემუშავებული და ყველაფერი არის გაწერილი. და თან ამას აი ყოველ დღიური ეს განახლება და აი საერთოდ ანუ ვანახლებთ რა თქმა უნდა ანუ სიტუაცია ზოგადად ანუ ფინანსურმა კრიზისმა დაამძიმა ანუ ამას საუბარი არის რა თქმა უნდა მაგრამ რა თქმა უნდა გარკვეული ობიექტები შეფერხდება არ გაგვიჭერებია მაგრამ შეფერხება ანუ დაგვიანებები გარკვეული დაგვიანებები იქნება ეს შეუძლებელი მომენტია ძალიან სამწუხარო რომ ეს ესე იქნება რა მაგრამ ყველა ვალდებულება სრულდება გეტყვით რომ რაღაცა ანუ ქალაქში არის ბევრი შეჩერებული ობიექტი მაგრამ ბევრი დაიწყო კიდევაც ანუ თქვენ თუ ნახავთ უკვე ეხა რა ანუ
ჩვენ ობიექტებზე არ ვამბობთ თან ახლა, მე რა ბევრი სხვა ობიექტიც ახლა გაწოცხლდა და ახლა რაღაცებს უსმინე კიდევაც წინასწრებმა რაც ისაუბრეს და ბანკებმა მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა მომენტში გაამკაცრეს, შეზღუდეს და ასე შემდეგ, დღეს უკვე ისევ გაიხსნა ასპარეზი. კი, უკვე სხვა პირობებია, სხვა პრინციპებია, მაგრამ რაღაცა მომენტი თუ გახსოვთ და ამბობენ კიდეც რომ აი თუნდაც იპოთეკური შესხების აღება, რომლის საშუალებითაც ძალიან ბევრმა ადამიანმა მოახერხა ახალი ბინის შეძენა, ამ სისხლის მიღება დღეს არის ფაქტობრივად შეუძლებელი, რადგან ძალიან არის გამკაცრებული, არასახულა ეს თქვენ შემთხვევაში. არა, აი სახა რა თქმა უნდა. გეტყვით რომ 2008 ბოლოს უკვე რა ნოემბერ-დეკემბერში პრინციპში შეუძლებელია ძალიან მძიმე იყო ნებისმიერი კრედიტის აღება და ჩვენ ძალიან მუშაობდით იმაზე რომ ჩვენ მომხმარებელს აიღოს ეს ხები და ეს ერთ-ერთი ჩვენი ინსტრუმენტი იყო ჩვენ ძირითადად შიდა განმადებების სისტემაზე ვარსებობთ აუცილებლად გითხავთ ამასაც მოგვიწია მე ჩვენ შიდა განმადებები მაგრამ რეალურად უკვე დღეს ჩვენ დავიწყეთ რამოდენიმე ბანკთან ამ ორ ბანკთან რომელიც ახლა აქ იყო წარმოდგენილი მათთანაც ურთიერთობა და საკმაოდ კონსტრუქციული კიდე ერთ ბანკთან, ბაის ბანკთან გვაქვს ახლა, ძალიან კიდე მჭიდრო ურთიერთობა და რეალურად ყინული დაიძრა. შეიძლება ესე ითქვას, ხო? ბანკებთან ურთიერთობაშიც და პირდაპირ გეტყვით, რომ მეც გამიკვირდა, მეც არ ველოდებოდი, რომ რეალურად აი ესე დაიწყებოდა. ბევრად უფრო რთულად თავიდან გვიწევს რაღაცების გავლა, იმის გავლა, რაც შეიძლება 5 წლის წინ გავიარეთ ან 3 წლის წინ, მაგრამ დაიძრა. რა შეეხება შიდა განმადებებს, რამდენად შეიცვალა პირობები და რამდენად გაიზარდა განაკვეთები? მე მინდა გითხრათ, რომ შიდა განმადება ჩვენთან კომპანიაში არის უპროცენტო და თავიდანვე ესე იყო უპროცენტო განმადება. შესაბამისად, პროცენტულადაც ვიცით რა, რომ უბრალოდ ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ სტაბილური სამსახური და შეეძლოთ მინიმალური სამომხმარებლო სესხები მაინც სამომხმარებლო სესხებით, საბანკო სესხებით სარგებლად ჩვენთან ძალიან ბევრი იყო ესეთი ადამიანი, რომელიც ყიდულობდა ბინას. რაც შეეხება ზოგადად ბიზნესს და აი ამ საბანკო მას მინდა გითხრათ, რომ თუ არ ახარ ადეკვატური ესეთ დროს იმ სიტუაციის მიმართ, რომელიც ქვეყანაში ხდება, ბუნებრივია ბიზნესსაც ბევრი დაბრკოლება ექნება, მაგრამ ზუსტად ამ დროს აი შემოდგომაზე ჩვენთან მაგალითად გაიზარდა განმადებების პერიოდი. რამდენად შეიცვალა გაყიდვების მაჩვენებელი? რასაკვირველია შემცირდა, სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ ახალ სისტემებზე, ახალი განმადების გავაკეთეთ რაღაცა ლგოტური სისტემები, ასე შემდეგ და ეხლა საერთოდ აი უახლოეს დღეებში შემოვა კომპანიაში გაყიდვაში ეგრეთ წოდებული ეკონომ კლასის, იმაზე, რაზეც მოთხოვნა ძალიან დიდი, დაბალფასიანი ბინები, ეს იქნება დაახლოებით $350-დან $500-მდე, სხვადასხვა პირობებით, ან ერთიანი გადახდით, ან დაუშვათ განვადებით, ისეთი ბინები, რომელზედაც მოთხოვნა დღესაც არსებობს. რამდენად გადაიხედება ფასი? არსებობს ასეთი მოსაზრება და კეთდება პროგნოზები, რომ ამ პირობების გათვალისწინებით უახლოეს მომავალში მოსალოდნელია უძრავ ქონებაზე, რომელიც თბილისში ფასი არის საკმაოდ მაღალი, უძრავი ქონების ფასი სკლება. კი, საინტერესო თემა. თქვენ წინა შეკითხვასაც გავაკეთებ პატარა მიბმას, რომ რამდენად შემცირდა გაყიდვები შემცირდა. თუმცა ძალიან საინტერესო ერთი რამ, რომ გაყიდვები რაღაც მომენტში ძალიან შემცირდა, მაგრამ მერე უკვე არის ის ტენდენცია. ჩვენ პრინციპში სექტემბრიდან ალბათ დიკას დამეთანხმება და თელ ბაზარზე ესეა, რომ უკვე სექტემბრიდან იყო ტენდენცია ზრდის. არ დაბრუნებულა თავის ფერხულში, არ დაბრუნებულა თავის ნიშნულზე, რომელიც იყო, რომელიც დაბრუნდება, არ ვიცით, ეს ნახოთ, როგორ გამეთარდება 2009 ბოლოს სავარაუდოდ ეს დაბრუნდება, მაგრამ ტენდენცია არის ის ერთი. ეხლა რასაც თქვენ ამბობთ, რომ რატომ მოხდა ასე შემცირება, ხო? გეთანხმებით, რომ ერთ-ერთი ამისი მიზეზი არის ზუსტად ის, რასაც ეხლა თქვენ ამბობთ. ეს არის ის, რომ არსებობს მოლოდინი, რომ ფასები გაიარდება. ეს მოლოდინი არსებობს. გარდა ამისა, მოსახლეობაში ის აზრიც არსებობს, რომ ამ პირობებში შესაძლოა კომპანიებმა ვერ შეასრულონ მათ მიერ აღებული ვალდებულებები და ეს შიშიც არსებობს. გეტყვით, აი, არის ძალიან მნიშვნელოვანი და თუ შეიძლება იმას დავამთავრებ მაგას. ეხლა რამ გამოიწვია ეს შიშები და ეს პოზიციები. რეალურად სოფლიოში მართლა შემცირდა ფასები. მთელ ევროპაში, ამერიკაში, ყველგან ფასების შემცირება მოხდა და ამან გარკვეული ეკონია უკვე საქართველოსაც. მაგრამ იქ მიზეზები, რატომაც იქ შემცირდა სყიდველუნარიანობა იყო აბსოლუტურად განსხვავებული. იქ თვითონ ბანკები ბევრად უფრო ლოიალურები, ბევრად უფრო სხვა ფინანსური სქემები იყო და ცოტა უფრო
ფინანსური ბუშტები იყო ესე რომ თქვა და ამან გამოიწვია იქ რომ ძალიან ბევრი ვინც კრედიტი აიღო აღმოჩნდა არაკრედიტუნარიანი და ამან გამოიწვია მოთხოვნის დავარდნა, ბევრი კრედიტის გაფუჭება და ასე შემდეგ. მაგრამ საქართველოში მიზეზები რეალურად რა, ანუ იგივე ანალოგიური მიზეზები რაც იყო ევროპაში ფასის დავარდნის, ეგეთი მიზეზები არ არის ეს ერთი. ეხლა შეხედეთ ანუ ფასების კლება არ არის მოსალოდნელი უწრავ ქონებაზე. ჩვენ მაგასთან დაკავშირებით იმის გამო რომ არ იყოს. ანუ არსებობს მოსახლეობა რომელსაც უნდა ყიდვა, მაგრამ არ ყიდულობს იმის გამო რომ ეშინია რომ რამაც სწორი დროა დღეს ბინის შესაძენად ხომ არ გაიაფდება 2 თვის მერე 6 თვის მერე 7 თვის მერე. ამის გამო ჩვენში გამოვიტანეთ ახალი პროდუქტი რომელიც ძალიან საინტერესოა. ეს არის სხვაობას გაიაფების შემთხვევაში სხვაობას გიბრუნებთ. ანუ თქვენ აფორმებთ კონტრაქტს, ანუ იმ კონტრაქტს. ანუ თქვენ არაპირებთ ამჟამად გადახედოთ ფასებს. ჩვენ ის გარკვეული ადეკვატური დროის ბაზრის მოთხოვნილების მაგრამ იმ ფონზე როდესაც სამშენებლო მასალებზე დაიკლო ფასმა, როდესაც საწოლმა დაიკლო და ანუ თვითღირებულებას არ დაუკლია ბიზნესს. თვითღირებულება დაიკლო ჩვენს დავარდნით, როგორ არა? რამდენით შემცირდა? მიახლოებით ალბათ 3-5%-ით მაინც თუ მეტით არა, რიგ შემთხვევაში. საშუალო თანხა თქვათ დაახლოებით რამდენია? დაახლოებით კვადრატულ მეტრზე. ალბათ $100 საშუალო შემცირდა რა. საშუალოდ, აი ესე ძალიან უხეშად რო ვთქვათ, დაახლოებით, მაგრამ ნუ გააჩნია ახლა სადღაც $100 არის 3%, სადღაც ცოტა მეტი და საშუალო ფასი არის $1000. არა, ჩვენ ახლა ეკონომს სეგმენტში კიდე ერთხელ ვამბობ, გვაქვს 350-იანი, ეს საერთოდ ეს ახალი პროდუქტია, რომელიც ქალბატონმა ლაიამ სწორედ მოთხოვნის შესაბამისად გააკეთა, იმიტომ რომ უზარმაზარი კვლევა ჩავატარეთ კომპანიაში და მოთხოვნა არის ძალიან დიდი და სპეციალურად ესეც ყოფილ საწარმო შენობებზე რეკონსტრუქციის გზით, ანუ გაიაფების და გარკვეული მასალების და ასე შემდეგ არსებობს სპეციალური სქემა, რაც სოფლიოში აპრობირებული სქემაა. ჩვენ ქალაქის გარეუბნებში, ანუ ძალიან ესეთი საცხოვრებელ რაიონებში გავაკეთებთ რამოდენიმე ესეთ პროექტს, რაზეც მე დარწმუნებული ვარ, რომ პირველად, როდესაც ამაზე განაცხადი გაკეთდა, იყო არაერთი ზარი და უკვე ბევრი კლიენტი გამოგვეხმაურა და მე ზუსტად ვიცი, რომ მოთხოვნა არის ძალიან მაღალი. ჩვენც ყველანი ვიქნებით შემცირდა კი ფასები იმის პროპორციულად, როგორც ბაზარი აისახება ჩვენზეც. იმიტომ რომ ამ სიტუაციაში მთავარია რომ სწორად გამოვიდეს მთლიანად ქვეყანა და გადარჩეს თითოეული ადამიანი, ყოველი ჩვენი მომხმარებელი, იმიტომ რომ ჩვენც ვართ მათზე დამოკიდებული და ქვეყანა ზოგადად ბევრი ადამიანებისგან შედგება და შესაბამისად ყველაფრის ამის ადეკვატურები ვიქნებით. ბატონ თორგენ. ხო, რის დამატება მინდა შეხედეთ. კი, დავასრულებ. საინტერესო მოვლენა მოხდა რეალურად, რომ გარკვეულმა კრიზისმა განაპირობა ახალი და სხვადასხვა პროდუქტების შემოტანა, ხო? ანუ როცა კრიზისი მოხდა, რა მოხდა, რომ აი ცენტრპოინტმა გამოიტანა ახალი ეკონომ კლასის $350-იანი ბინები, ხო? ჩვენ გამოვიტანეთ ეგეთი ახალი შემოთავაზება, რომ თუ გაიაფთება, თანხას გიბრუნებთ. რა თქმა უნდა, აქამდე გაიაფთა კიდევაც, ხო? გამოვიტანეთ ახალი პროდუქტი ასევე მომხმარებელი ფულს დებს ბანკში, თუნდაც რომ ჩაბარდება, მარტო ამის შემდეგ გადაიწყება. ეს არის თქვენ დასვით კითხვა, მანამდე ვერ გაგაცეთ პასუხი, რომ ხო არ დაიკარგება ფული და რამდენად შეასრულებენ ვალდებულებებს, ხო? ანუ რეალურად რა მოხდა? რომ ყველამ დაიწყო ახალი იდეების, ახალი პოზიციების მოგონება, მოფიქრება და მოდი ვთქვათ, მე მგონია რომ ცოტა გამოგვაფხიზლა კიდევაც და გარკვეული გაცივილურებაც მოხდება ბაზრის და ეს მნიშვნელოვანია. ანუ ზოგადად რომ შევაჯამოთ, გამომდინარე საუბრიდან, თქვენი საუბრიდან, არც ისე ძალიან რთული მდგომარეობა სამშენებლო ბიზნესში. მოდით ვთქვათ, მე ვერ ვიტყვი, რომ მარტივი სიტუაციაა. სიტუაცია არა მარტივი. ამას უნდა ძალიან ბევრი შრომა, მაგრამ ეს იგივეა, რომ ნებისმიერ პიანისტს, რომელსაც გადაუშლით ნოტს და ეტყვით, რომ გეშინია თუ არა იქ ტრელის, რომელიც გვხვდება ნოტებში. თუ იმუშავებ, ის ტრელი გამოგივა, მე ჯერა რომ ყველაზე კარგად. შესაბამისად, ჩვენ ვიცით, რომ რეალურად ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო. არ არსებობს პრობლემა, ისეთი, რომელსაც ვერ გადავჭერთ. ძალიან დიდი მადლობა. ბოლოდინის ისე თუ შევა და კიდევ რამეს ვთქვი, ბოლოდინის მომენტია, რომ პრინციპში ჩვენ უფრო მძიმე მდგომარეობას ველოდებოდით. და აღმოჩნდა, რომ არ არის მარტივი სიტუაცია, არ არის ისაც იყო, მაგრამ უფრო მძიმეს ველოდებოდით და ამისთვის ვიყავით. მოვემზადეთ ეს ვთქვათ, აი შემოდგომის პერიოდში და გარკვეული ოპტიმიზმი და ის ამანაც მოხდა.
ძალიან დიდი მადლობა, ვნახოთ რა სიტყვენ ექსპერტები, ჩვენ მათ გადაცემის ბოლო ნაწილში მოვუსმენთ. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. თეორეტიკოსები არიან და ჩვენ პრაქტიკოსები. მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუდიის სტუმრები გახდნენ კომპანია არსის აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე და ცენტრ პოინტ სერვისის გენერალური დირექტორი თიკა რუხაძე. დაგვალოდეთ ჩვენ რამდენიმე წუთში დავუბრუნდებით. პირველი თემა კლოპირდაპირ ეთერში ამჯერად ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ექსპერტები პაატა შეშელიძე და ემზარ ჯგერენაია, საღამომშვიდობის ბატონებო. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენ გადაცემის პირველი ორი ბლოკის განმავლობაში უსმენდით საბანკო სექტორისა და სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებს, თუმცა მათ არ შეუფასებიათ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. ძალიან რთულად რა სიტყოდით თქვენ, ბატონ პაატა? მე გავიმეორებ იმას, რაც ხშირად მithქვამს. გამოწვეული პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის გამოწვეული არა მარტო ქართული შიდა სამზარეულო თეი, არამედ საერთაშორისო გლობალური მოვლენებით, მაგრამ მისი გამწვავება, გართულება შეიძლება თავიდან ავერიდოთ სწორი გადაწყვეტილებებით. ამიტომ ეს შუალედურ პოზიციას ავირჩევდი, შეიძლება გართულდეს, შეიძლება არ გართულდეს, იმის მიხედვით თუ როგორი რეაქცია ექნება ქართულ მხარეს. ბატონ ემზარ, როგორია დღეს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა? წარმოუდგენელია, ვინმე თქვას, რომ დღეს ქვეყანაში არსებული სიტუაცია არის კარგი, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო არის ცუნამის, თქვათ, არეალში და დღეს აბსოლუტურად ეკონომიკას მთელ მსოფლიოში ემუქრება სერიოზული სტაგნაცია, ბუნებრივია ეს ეხება საქართველოსაც. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ფინანსური ბაზა ესეთი ინტეგრირებული არ იყო, ყველანაირად გლობალიზაციის პროცესში ჩვენ ჩართული ვართ და 85% ჩვენი მოხმარების იმპორტირებულ საქონელზე დამოკიდებული და აქედან გამომდინარე სოფლიო ბაზის ყოველგვარი გამოძახილი ჩვენთვის აბსოლუტურად ეკოს მატარებელი პრინციპით გადმოდის და მატარებელია სერიოზული ტკივილების. ეს ანალოგიურად არის საფინანსო კრიზისს, რომელიც დღესაც მიმდინარეობს, შეიძლება კრიზისი დავარქვათ სტაგნაციას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რეცესია დაწყებულია. ის რომ სოფლიო ბანკმა ჩვენ 3%-იანი ზრდა გვიწინასწარ მეტყველა წინა წლებთან შედარებით უკვე ზრდის კლება ეს უკვე რეცესია არის საქართველოში, ანუ ამით ჩვენ ფაქტიურად ეკონომისტების ენაზე რომ ვილაპარაკოთ, აღიარებული რეცესია გვაქვს, მაგრამ ის რომ სამი გადამწყვეტი სფერო, ეს არის მშენებლობა, რომელსაც უზარმაზარი პრობლემა შეექმნება, ეს 27% იყო GDP-ში თავის დროზე და დაახლოებით ექსპერტული გათვლებით 50-60,000 ადამიანი იყო დასაქმებული უშუალო მშენებლობაზე, აქ გზების მშენებლობა არ აქვს ხედულობაში და სახელმწიფო შეკვეთები. ბუნებრივია, ამის შემდგომ მეორე ნაწილი, ეს არის საბანკო სფერო და ფინანსური ნაწილი, სადაც ასევე პრობლემებია. ჩვენ უპრიანი იქნება და გველაპარაკა იმაზე, ორივე ბანკი, რომელიც აქ წარმოდგენილი იყო, სერიოზულ რეორგანიზაციას აკეთებს არა მარტო იმით, რომ ბანკებს თანამშრომლები ყავთ დათხოვებული. მოზიდული სახსრებთან მიმართებაში ერთმა 230 მოიზიდა, მეორემ ახლა 130 წილების გასხვება იქნება, კაპიტალის გამსხვილება იქნება თუ ლიკვიდურების ყველა ის ღონისძიება მე მეგონი ჩამოთვლიდნენ, რასაც ახორციელებს ეს ორივე დიდი ბანკი, ხო? სასწრაფოდ ახორციელებენ რეორგანიზაციის გეგმას, იმიტომ რომ მომზადებული შექმნან მიწისძვრას. ახლა შეიძლება საკითხს როდის და სად რა მოხდება, ექსპერტების გათვლით სოფლიოში, ამერიკაში სადაც თებერვალ-მარტში ელოდებიან ეპიცენტრს და PX ამ კრიზისის ეს იქნება როგორც სუპრაიმ ესე თქვათ იპოთეკასთან დაკავშირებით და უშიშრობასთან დაკავშირებით, სადღაც ევროპაში მაისისთვის ელოდებიან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ამპლიტუდა რაც ვითარდება და ვიცით დაახლოებით რა მიმართება ევროპულ ბაზართან, ივლისს-აგვისტოში საქართველოში იქნება პიკი ამ კრიზისის სექტემბრისკენ უფრო და საუბარი იმაზე, რომ ჩვენ გვესმის ძირითადად ხელისუფლების მხრიდან, რომ თქვენ ახსენეთ კიდეც, რომ საქართველოს არის ჩართული ამ პროცესებში, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში, შესაბამისად აისახება ეს ყველაფერი. საუბარი იმაზე, რომ საქართველოს მეტნაკლებად იოლად გადაიტანს ამ კრიზისს, ხომ არ არის ეს მოსახლეობის ერთგვარი დამშვიდობის მცდელობა იმ ფონზე, როდესაც ხედავთ ჩვენ გადაცემის დასაწყისში ვახსენეთ კიდეც, რაცებს მიაღწია ამერიკაში უკვე უმუშევრობა დარჩენილთა რიცხვმა, რომ დაიწყო ევროპის ქვეყნებში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები. თორემ ყოველთვის შეიძლება რომ რა თქმა უნდა დაიმედოს მოსახლეობა და თავისთავად წარმოაჩინოს როგორც რაინდი, რომელიც ამას ყველაფერს აგვარებს. თავარია ის როგორ გააკეთებს ამას, თუ რამდენ სწორნაბიჯს გადადგამს, რომ სინამდვილეში შემდეგ მართლაც გამოვიდეს, რომ ყველაფერი უკეთ განვითარდა ვიდრე აქამდე რა ნაბიჯები გადაიდგა იმისათვის, რომ მეტნაკლებად ეს პროცესები, რომელიც იწყება, უკვე დაწყებულია და შესაძლოა რამდენიმე თვეში მიაღწიოს კულმინაციას, ყოფილიყო თავიდან აცილებული. ჩემი დაგვირგვებით იყო ორი რაღაც გაკეთებული. პირველი რაც იყო კრიზისის დასაწყისში, რაც აგვისტოში ჩვენთვის განსაკუთრებით წავა იყო და შემდეგ სექტემბერი-ოქტომბრის მოვლენები, ეს იყო ის, რომ
თავრობ პრინციპში არაფერს არ ჩაერია სინამდვილეში. არ მინცა საშუალება თავის სტრუქტურებს რომ დაეწესებინა რამე დამატებითი შეზღუდვები, ან გადასახადები მოემატებიან, ან რაღაც დამატებითი პრობლემები შეექმნა ბიზნესისთვის, მან მისცა ბიზნეს საშუალება რომ მუშავა, ეს დადებითი მხარეა. მომდევნო ეტაპზე იყო გადაწყვეტილება მიღებული რომ შემცირებულიყო საშემოსავლო გადასახადი, დივიდენდზე გადასახადი შემცირდა, მიღებული გარკვეული კიდევ მცირედი ცვლილებები, თუმცა არა მასშტაბური, რომელსაც მაგალითად მე ვიზრუებდი. ეს იყო ის, რაც მან გააკეთა. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ შეიძლება მობილიზება გაუკეთოს რესურსებს, რომელიც ჩვენ დახმარების თუ კრედიტების, გრძელვადიანი კრედიტების სახით მივიღებთ იმ პროექტების განხორციელებისთვის, რომელიც აქამდე მივიწყებული ან რაღაც მიგდებული იყო. ყოველ შემთხვევაში გზების ინფრასტრუქტურის განახლება, აღდგენა, რომელიც მაგალითად აგვისტოს მოვლენებმა წარმოაჩინა, რომ ჩვენ ასე გვაკლია. ეს არის სამხრეთის მაგისტრალი, რეგიონთა შორის კავშირები და ასე შემდეგ. ეს არის პასუხი დაახლოებით, რაც მე მესმის ყოველ შემთხვევაში ვაკვირდები. რა თქმა უნდა, რიტორიკის დონეზე ხშირად არ ლაპარაკი, რომ სახელმწიფო ქმნის სამუშაო ადგილებს, ეს არის ინვესტიციები ეკონომიკაში, მაგრამ სინამდვილეში იგივეს აკეთებს, რაც აქამდე აკეთებდა, შეიძლება ცოტა უფრო დიდი მასშტაბებით, უბრალოდ რაღაც კონკრეტული აქცენტები ეკეთება, რაღაც კონკრეტულ სფეროზე, ამ შემთხვევაში მაგალითად გზების რეაბილიტაციაზე. რამდენად შეიძლება იგივე ინვესტიციებზე აისახოს ეს პროცესები? ინვესტიციებს უკვე აისახა, ჩვენ საკმაოდ დამალული ტემპი ჰქონდა და ბუნებრივია 2008 წლის მეორე ნახევარში ინვესტიცია განულდა ფაქტიურად. გამოწვეული კრიზისით, გამომდინარე კრიზისიდან თუ ომიდან? ორივეთი. ყველაზე დიდი რესურსი რაც გაგვაჩნდა ამ დროის განმავლობაში იყო საავადმყოფო ფონდის მხარდაჭერა, ჩვენ ამით შევძლებთ გარკვეულწილად და გვარ ჩადოთ 7 ნოემბრის მოვლენას სიმყარე შეგვეძინა ჩვენი ფინანსური ბაზრის და საბანკო სექტორის მხარე დაგვეჭირა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შემდგომ მეორე ნაწილის დახმარება, რომელსაც ქვეყანა ევროპიდან მოდევ, მაგრამ თუ ჩვენ სასწრაფოდ არ შევქონეთ ანტიკრიზული პროგრამა, გეგმა აი რა ვიცი, რომელსაც ჰქონდა პირადად ეკონომიკის მინისტრთა მუშაობა ლაშაშვანეს და ის რაღაც მონახას აკეთებს ამას, თუ სასწრაფოდ კონკრეტული ნაბიჯები არ გადავდო, რეალურები, თუ რეალური დიაგნოზი არ დაუსვით შენობლებას ფინანსურ სექტორს და არ თქვით რომ ეს გჭირს და ამას უშუალოდ ძალიან გაგვიჭირდება წლის მეორე ნახევარში, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ უნდა შეიქმნას მშენებლობის და დეველოპერების ხარდაჭერის პროგრამა, იმიტომ რომ ჩვენ დეველოპერების გადაჩენებიდან და 320,000 დასაქმებული კონტრაქტით ადამიანიდან 50,000 დეველოპერების მიერ არის დასაქმებული. ეს არის თითქმის მე-6 დასაქმებულთა რაოდენობა, ამიტომ საკმაოდ დიდი არმია ადამიანების და ეს GDP-ის საკმაოდ ისეთი სქელი ნაწილია, ცხინიანი ნაწილი, რომ ამის თქვათ შეტორტმანება ეკონომიკას ზვირად დავიდა. მე მიმაჩნია აუცილებლად დავეხმარო მშენებლობას, ოღონდ ეს არ უნდა იყოს რამე ესეთი რა ფორმით? ეს სპეციალური პროგრამა, ეს დღეს ახალი ახლის გამოგონება საქართველოს აჭირდება, სადაც ხდება იმათი რეორგანიზაციის, აი ჩვენ მოვისმინეთ, აი უნდა მოხდეს აუცილებლად დაახლოებით 350 სუბიექტი აშენებდა რაღაცებს საქართველოში და თბილისში, ხო? ეს წარმოუდგენლად დიდია საქართველოს და მოხდეს განსხვავება, რეორგანიზაცია, ზოგი წავა ბაზრიდან დარჩება მხოლოდ ძლიერები, ტექნოლოგიურად სრულყოფილი გახდებიან, ბუნებრივია. ეს პროცესი ჩაერთვება ბანკების სფეროს, იმიტომ რომ ეს თანხა უნდა გადაეცეს ბანკებს, ბანკები რეპოპერაციის დაახლოებით ეს დონეზე წარმომიდგენია, მე რეპოპერაციის სახით მათ აქტივების საწინააღმდეგო დახმარებაში სტავაზე მე რომ გავიაროთ ეს წელიწად ნახევარი. 2010 წელს მეორე ნახევარამდე ეს კრიზისი არ დაწყნარდება და ბუნებრივია ამ მომენტის მერე ჩვენ გამოვდით უკვე გამსხვილებული და საკმაოდ მაგრამ საქართველოს პრეზიდენტმა და 1-2 კვირის წინ განაცხადა, რომ სწორი პოლიტიკის შემთხვევაში ქვეყანა 2009 წლის მეორე ნახევრიდან შეძლებს მდგომარეობის გაუმჯობესებას და 2010 წელს შეძლებს უკვე დაუბრუნდეს წინა წლებში არსებული ეკონომიკის ზრდის ტემპებს. ჩვენ კი არა, ჯერ სოფლიო მარიცის რა ეკონომიკა იქნება, ხო, როგორ იქნება თამაშის წესები, როგორ იქნება ფინანსური სტრუქტურებიც და ხანდახან რო ამოდროს მეორე ბრეტანულს, ეს არ ნიშნავს ბრეტანულსი გამეორდება და 55 წელი. არა, აქ ლაპარაკია ფინანსური თამაშის წესები, ფინანსები ბაზარზე თამაშის წესები შეიძლება, მიდგომები შეიძლება, ქვეყნებს შორის ურთიერთობა შეიძლება და აი რა სახის, რა მოხაზულობა, რა ურთიერთობა ექნება ამ ეკონომიკას, ჯერ ეს არ არის გამოკვეთილი, სადღაც აპრილის შეხვედრის მერე რომელიც ევროპაში მოხდება და სექტემბრისკენ უკვე იქნება რაღაც გეგმები, როგორ შეიძლება იცხოვროს შემდგომ სოფლიოს. აი ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება თქვა თუ სექტემბერში ჩვენთან ეს დასრულდება მთელი 2009 წელი სამწუხაროდ საკმაოდ ძიმე წელი იქნება და მე ამიტომ ამბობ რომ ჩვენ ჯობია დროზე მივიღოთ დავსვათ დიაგნოზები რომ არ დამიშიდოთ იმაზე მეტად თავი ვიდრე საჭიროა. მომწონს იმისთვის რაც იქნება ახალი ეკონომიკა. სულაც ალბათ განსაკუთრებით ამძიმებს ის გარემოებაც, რომ საქართველოში ყველაზე მთავარი პრობლემა, რომლის დაძრებასაც ბოლო წლებია ცდილობენ, არის უმუშევრობა და ამის გამწვავების პროცესი, თუ შეიძლება ამას დავარქვათ, უკვე დაიწყო, იმიტომ რომ საქართველოს ძალიან მცირე რაოდენობით ადამიანია დასაქმებული და სამსახურებიდან დათხოვნის პროცესიც დაიწყო. ამაზეც ვისაუბროთ, ბატონო პაატა, რამდენად მოსალოდნელია ამ პრობლემის ძალიან გამწვავება
და რომელ სფეროში რომელ სექტორში დასაქმებულ ხალხს შეიძლება უფრო შეეხოს ეს საბიუჯეტო სექტორში თუ კერძო საწარმოებში? პირველ რიგში ამის ხმა მიჭირდება ალბათ იქნება საჭირო რომ მე არ დავეთანხმები არც ერთ მოსაზრებას რომელიც რომელიმე კონკრეტული დარგის მხარდაჭერას გულისხმობს, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენ უფრო უკვე შედეგი შეიძლება მივიღოთ. მეორე ის არის რომ რას გულისხმობთ თუ შეიძლება დავაკონკრეტოთ სახელმწიფო დაეხმაროს მშენებლებს ან ბანკირებს ან ვიღაც სხვა ესეთ კონკრეტული სპეციფიკური დარგის მხარდაჭერის პროექტებს მე მაგალითად არ გავიზიარებდი. მეორე იგივე დღევანდელი ჩვენ მოვისმინეთ თქვენს გადაცემაში ბანკირების საუბარი, მშენებლების საუბარი, იმას მეტყოლებს რომ თვითონ მათ აქვთ რაღაცი და რეკონსტრუქციის გეგმები, კონკრეტული რეკონსტრუქციის გეგმები, გადახალისების და ამ სიტუაციაზე მორგების კონკრეტული გზები. ამიტომ მოდით მივცეთ საშუალება რომ მათ ეს განახორციელონ. თქვენ გითხოვთ რომ მივუახლოვდე. ჩემი აზრით ძალიან ბევრ სექტორში, განსაკუთრებით ამ ორ სექტორში იყო გადაჭარბებული ოპტიმიზმი დასაქმების თვალსაზრისით. ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი შექმნილი იყო რეალური მოთხოვნის გარეშე მასზე. რაც იყო არასწორი გათვლების შედეგი ჩემი აზრით. მოხდება მშენებლობებს გულისხმობთ კონკრეტულად. დიახ, განსაკუთრებით ამ ორ დარგში. ეხლა თანდათან მოხდება კორექტირება, რეალურ საბაზრო მოთხოვნას დაუბრუნდება ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანებზე ვინც დარჩება კონკრეტული ამ სამსახურების გარეშე, არ იქნება მოთხოვნა სხვა სეგმენტებში. ეს მოთხოვნა რომ შეიქმნეს, ამისთვისაც საჭირო სხვა გადაწყვეტილებების მიღება მთავრობის მხრიდან. ყველაზე პირველი გადაწყვეტილება, რომელსაც მე წლების განმავლობაში ვცდილობ, რომ პოპულარიზაცია გავუკეთო, ეს არის ეროვნული ბანკის პოლიტიკის პრინციპული ძირეული შეცვლა. ქაღალდის ფული ჩვენ არ გვჭირდება, ჩვენ უნდა გადავიდეთ როგორმე მყარ ფულზე, ოქროს ფულზე. ეს კიდევ საკვანძო ნაბიჯები შეიძლება გადაგდეს იმისთვის რომ არ გამწვავდეს უმუშევრობა, არ წავიდეს ინფლაციური პროცესები, არ გაჩერდეს ადგილობრივი წარმოება. სწორედ ამ ჩამონათლის შეგაკეთებას ვცდილობ ყოველ შემთხვევაში. ეს იქნებოდა ყველაზე მთავარი გადაწყვეტილება. შემდგომ გადაწყვეტილება იქნებოდა გადანაწილების შემცირება სახელმწიფოს მიერ, იქნება გადასახადების შემცირება ერთი მხრივ და ხარჯების შემცირება მეორე მხრივ. მესამე არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება ადმინისტრაციის შერბილება. დღევანდელი საგადასახადო ამის საკმაოდ ზღუდავს ბიზნესს. ის ცვლილებები რაც განხორციელდა არ თვლის არსებითად არის. მნიშვნელოვნად ამ ნაწილში სამწუხაროდ ვერ თვლის ისეთი ფორმით, რომელიც დააკმაყოფილებდა მოთხოვნებს. ესეთი ტიპის ჩამონათვალი შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ ამ მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილებები მოხსნის იმ პრობლემას, რაზე თქვენ საუბრობთ. ბატონო ემზარ, ბოლო კითხვა და დავასრულოთ უნდა საუბარი, რეკომენდაციები თქვენი მოსაზრებით რა ნაბიჯები უნდა გადაიდგეს, რომ პრობლემა, რომლის წინაშე ჩვენ ვახსენეთ არაერთხელ უკვე მწვავედ დადგნენ დასავლეთის ქვეყნები, საქართველომ ქვეყანამ, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ამ კრიზისის ფონზე გადაიტანა სამხედრო აგრესია, ეს გამწვავება მეტნაკლებად აიცილოს თავიდან ყოველ შემთხვევაში გადაიტანოს შედარებით პირველი მე და ხაზი გავუსვა, რომ საქართველოში რაც გინდა ჩვენ არ მოგწონდეს ბოლო ხანებში საგადასახადო კუთხით სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა. ძალიან იშვიათია ქვეყანა, როდესაც ასეთი საგადასახადო განაკვეთები აქვს სიტყვაზე ვაბა და იქ ადმინისტრების ნაწილში საკმაოდ სერიოზული ნაბიჯები გადავიდა, თუმცა არის ხარვაზები და მუდმივი პროცესი და გამოსწორება უნდა. მაგრამ კიდევ ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მთლიანობაში დიაგნოზი დავსვათ სწორად, რისგან შედგება ჩვენი ეკონომიკა, რას უჭირავს მისი ბაზა და სად გვიჭირს. ეს ესეთი ანიდაბანია, იმიტომ რომ ჩვენ ამის გარეშე ძალიან რაზე უნდა ვილაპარაკოთ, რა უნდა გავაკეთოთ, რას უნდა უშველოთ, თუ არ ვიგეწოდინება, რა გჭირს. აქ ლაპარაკია სასტრაფო, საშუალო ვადიან და არა გრძელვადიან. გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება სხვა გეგმებზე ვილაპარაკოთ, რომ მიზანშედეგობრივად სტრატეგიასთან იქნება დაკავშირებული და აბსოლუტურად სამხედრო გეგმა იყოს კორექტირება. დღეს ლაპარაკია საშუალო ვადიან გეგმაზე, რომელიც 2-3 წელზე გათვლილი იქნება და ნაკლებად მტკივნეულად გადაატანებს ქართულ ეკონომიკას და ნებისმიერ ქართულს, რომელიც უმუშევარია და ქუჩაში არის, იმისთვის ახლა კაცი რომ ქუჩაში გადის, ძალიან ძნელია რამე უთხრა, იმიტომ რომ მას დახმარება უნდა, ეს მენტალიტეტი ჩვენი სამწუხაროდ კარგად არის და ალბათ არა მარტო ჩვენში, ჩვენ უყურებთ რა ხდება ევროპაში. ამიტომ რო არ გადმოედოს ეს ტალღა, დღეს საჭიროა პირველ რიგში დიაგნოზი დასმა ეკონომიკისთვის. ამიტომ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის სერიოზული პროგრამის გაკეთება და ახალი კიდევ ერთხელ არაფერი გამოგვენილი არ არის, ჩვენ შეგვიძლია ნათლად დავანახოთ ყველა სად გვიჭირს და შეიძლება მართებული და აბსოლუტურად აშკარად ესეთი ღია პოლიტიკით დაუჭიროთ ხარი და მესამე ნაწილი უნდა იყოს ქმედება იმისკენ რომ სასტრაფო დღეს ერთი კვარტლის ბოლომდე ჩვენ უნდა დავიწყოთ ამ მეხამრედების კეთება, რომელიც ჩვენს ეკონომიკას აუცილებლად ჭირდება. ძალიან დიდი მადლობა, გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. რამის დამატება გნებოთ ბატონო პატა, ძალიან მოკლედ. თქვენს მიერ შემოტანილ თემაზე მინდა და პასუხი გაცემოთ, თუ სწორად გავიგე ის. დახმარებები ხო არ გაგვიადვილებს ცხოვრებას, ხო დაახლოებით ეს იყო ინტონაცია, ხო რაც თქვენ ბრძანეთ.
რომელ კითხვას გულისხმობთ? აი ბოლოს აგვისტოს დაკავშირებით თქვენ მესე გავიგებთ შემთხვევაში. არა, მე დავსი სხვაგვარად, მაგრამ არა უშავს ბრძანეთ. ზანით მაშინ გამოდრას მესე მომეჩვენა. მე დავსი ბატონე მზარს კითხვა იმაზე, რომ რამდენად შეძლებს საქართველოს ამ კრიზისის ფონზე, საქართველოს რომელმაც რამდენიმე თვის წინ გადაიტანა ომი, მეტნაკლებად მსუბუქ ფორმებში გადაიტანოს და აიცილოს თავიდან მდგომარეობის გართულება. მე ვიგულისხმობ ისე რომ ჩვენ ბევრი დახმარება დავფირდა მთელი მსოფლიო და ეს ხო არ გაგვიადვილებს მეთქი. მე ამას მინდოდა რეაქციის გაკეთება, იმიტომ რომ ხშირად ესე ტიპის დახმარება მოდის მთავრობიდან მთავრობაზე და შესაბამისად მთავრობამ შეიძლება მოადუნოს ყურადღება რეალური ცვლილებების გაკეთებაზე. ესა ხანდახან საფრთხე. დახმარება როდესაც იღებს მთავრობა, მას არ აქვს. მას არ აქვს. ანუ ეს დახმარება ჩვენ ეს აღნიშნეთ როგორც საავადმყოფო ფონდი ისე თქვა ჩვენი მეგობრებო რესურსი პირველი ეტაპი ჩვენ თუ ამას არ მივადენთ საკუთარი პროგრამა როგორ გამოდივართ ამ კრიზისიდან და რა ეკონომიკას ვაშენებთ თუ ძალიან ძნელი იქნება იმ რესურსის მიერ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება. ძალიან დიდი მადლობა. გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს ჩვენი გადაცემის სტუმრები გახდნენ ექსპერტები პაატა შეშელიძე და ემზარ ჯგერენაია. პირველი თემა დღეს ამით დასრულებულია ჩვენი გადაცემა სამშაბათამდე ზუსტად 23 საათამდე გემშვიდობებად. მადლობთ ყურადღებისათვის მომავალ შეხვედრამდე.